კი ახლა ნახეთ თქვენ შეიძლება ანუ თეოლოგები და ვინც ახლოს ხართ მოკლედ ამ ინსტიტუციასთან მეტნაკლებად შეიძლება ინფორმირებული იყოთ ამა თუ იმ სასულიერო პირის შესახებ. გნებავთ ეპისკოპოსი იყოს, გნებავთ სხვა. თუმცა მნიშვნელოვანი ისაა რომ უბრალოდ საზოგადოება ამ ხალხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. სულ კულუარულია რაღაც ეს ინფორმაცია, ხო? სულ რომანტიზებულია, სულ ხშირად რაღაც გენერირებულია ხელოვნურად და ასე შემდეგ. ჩვენ რეალურად ინფორმაცია არ გვაქვს ვინ რისი და ვინ რა შესაძლებლობიც მქონია, ხო თავის მხრივ, ანუ ვის რა შეუძლია მანდ, ვინ რა მიმართულებით მოძრაობს, ხო, ვის რა ღირებულება აქვს, ხო, ვისი დისკუსია უფრო პრიორიტეტულია, ხო, ვინ დაუშვათ, ვინ არის ერთი ფრთა, ვინ არის მეორე ფრთის წარმომადგენელი ღირებულებითად, ხო, ვინ განსხვავდება, ვინ იდენტურია, ასეთი წარმოდგენა ჩვენ არ აგვაქვს, ჩვენ ასეთი წარმოდგენა გვაქვს პოლიტიკოსებს უფრო ახლოს ვიცნობთ ჩვენ რეალურად, ვიდრე სასულიერო პირებს, ხო? რაც ჩემი აზრით უკიდურესად დიდი გამოწვევა იმდენად რამდენადაც ეგზისტენციალური მომენტია, როცა სასულიერო გუნდს უფრო ახლოს უნდა იცნობდეს ადამიანი, ვიდრე პოლიტიკოს.